9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც ოპოზიციონერებმა დაღუპულ გმირთა მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს. გმირთა მემორიალურ დაფასთან 1999 წლის 9 აპრილის მოვლენების მონაწილე მიხეილ მახარაძეც იმყოფებოდა. ნაციონალური მოძრაობის წევრები გმირთა მემორიალური დაფის დღემდე არარსებობის გამო თავის წილ პასუხისმგებლობას იღებენ და ამბობენ, რომ აუცილებელია შესაბამისი პატივი მიეგოს სამაგალითო ადამიანებს. მე ამბების მომსწრე ვარ, მაშინ მე თბილისში ცხოვრობდი, აქტიურად ვიყავი ამ საქმეებში ჩართული და თავარი სათქმელი ის არის, რომ ის საქართველო, რომელიც ნელა, მძიმედ, მაგრამ მაინც მიდის თავისი დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ევროპულ ოჯახში გაერთიანებისათვის, ძირითადად ამ დღით და ამ გმირების სისხლით არის დაწყებული. ამ ადამიანების ღვაწლი, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მის სიძლიერის ერთიანობას თავის შესწირა, არის ის ღვაწლი, რომელიც მუდმივად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნდა დააფასოს ქართველმა ერმა. უნდა დააფასოს პირველ რიგში იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეს ალბათ ბუნდოვნად გვახსოვს ჩვენ თაობას, პატარები ვიყავით ჯერ კიდე მაშინ, უნდა დააფასოს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების